მოგესალმებით, თქვენ უყურებთ არტემს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის მხატვარი მზექალა ბერძენიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. მეც ძალიან მიხარია. მზექალა, დავიწყებთ ბლიც შეკითხვებით და ჩემი პირველი შეკითხვა არის შემდეგი. როდის ხართ ყველაზე თავისუფალი ტილოსთან? საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის. ოდესმე თუ შეგშინებიათ საკუთარი იდეის? არა. რაღაცა ესეთი იდეები არ მქონია. რამე თუ გაკვირვებთ საკუთარ ნახატებში? კი. აი ზოგჯერ კარგად რომ გამოდის მიგვერს. როგორ იქცევით თუ იდეა არ არის? ვცდილობ ვიმუშაო მაგ შემთხვევაში. და როგორც ის არის ხოლმე, ხო იცი, მადა ჭამაში მოდისო, აქაც რაღაცა მუშაობაში შეიძლება რაღაცა გამოვიდეს კიდე საინტერესო იდეის გარეშეც. თქვენი ხელოვნება უფრო კითხვებს სვამს თუ პასუხებს იძლევა? ეს ახლა ცოტა რთული საპასუხო რა თვალსაზრისით იცი? ერთია რომ მე უყურებ რაღაცას და მეორეა უკვე როდესაც დაიბადება ნამუშევარი ის უკვე ცალკე ცხოვრებას იწყებს და იქ უკვე როგორ მოძრაობს და ვის კითხვას უსვავს და ვის პასუხს ცემს აი ეგ უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული. თუ გაქვთ დაუმთავრებელი ნამუშევარი? ბევრი. რატომ? უბრალოდ ეს ხდება თუ? მე ვფიქრობ რომ დაწყება რთულია. რომ დაიწყებ, მე ზოგჯერ უცბად მთავრდება და ზოგჯერ დამთავრება უჭირს. და ხშირად არის რომ ბევრია დაუმთავრებელი. მარტო იმიტომ არა, დროის უქონლობის გამოც რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრია. ზოგჯერ არის ხოლმე რომ რაღაცა დროის მერე ფიქრობ რომ ნუ დამთავრდა ალბათ, რაღაც ტყუილა ვფიქრობ, ეგრეც არის, მაგრამ პრინციპში მაქვს დაუმთავრებელი ნამუშევრები. აი როგორ უნდა მიხვდეთ, სად უნდა გაჩერდეთ ხატვის პროცესში? ეგეც იცი როგორი თემაა, რომ დაიწყებ ხატვას, ეგ უნდა გქონდეს შიგნიდან, რომ დროზე უნდა გაჩერდე, რომ არ გააფუჭო. აი დროულად, აი როგორც ბავშვი რო ხატავს დროულად რო ააცალო, სანამ გადაუვლის მთლიანად. აი ეგ თემა არის, რომ კარგია თუ ეს შიგნიდან გაქვს ეს გაჩერების წერტილი, ყოფილა შემთხვევა, რომ შეიძლება არ გაფუჭდა, მაგრამ სულ სხვა რამე იყო და უკვე ზედმეტად ზემოდან ის ემოცია დაეკარგა. ასეთი რამე შეიძლება მოხდეს კი. ეს გაჩერების წერტილი გამომუშავებაზეა თუ ყოველთვის ინტუიციურ დონეზე? ინტუიციურადაც რა თქმა უნდა და უნდა შეეცადო, რომ ძალიან არ გაერთო. კარგია, ძალიან არ გაერთო. თქვენს ნამუშევრებს საუბარი რომ შეეძლოთ, რა სიტყვდნენ? საუბარი რა შეეძლოთ? სხვადასხვა რაღაცებს, ახლა ჩემი ნამუშევრები ზოგი მუსიკით არის განპირობებული, ინსპირაცია იქიდან მოდის, ზოგი სხვადასხვა რაღაც ჩანაფიქრებია. ზოგადად დიდად არ ვაწვალებ ხოლმე და ყოველ შემთხვევაში მაგას მაინც არ იტყვიან რომ გვაწვალებს. ოდესმე თუ გაგინადგურებიათ საკუთარი ნახატი? არა. არა, არის რომ რაღაც არ მომწონს, გადავდებ სადღაც და რაღაც შორს არის რა, მაგრამ აი ვერა არ გამიკეთებია და ვთხოვ ხოლმე ბავშვებსაც რომ არ გააფუჭო, იმიტომ რომ ის ემოცია არ გამეორდება არაფერში და იყოს ვის რას უშლის. პედაგოგობა ყველას შეუძლია? არა მგონია. შეიძლება ძალიან კაი მხატვარი იყოს, მაგრამ პედაგოგი არ შეუძლია, არ არის აუცილებელი რომ შეეძლოს. რა არის მთავარი კარგი პედაგოგობისთვის? სიყვარული. ბავშვების თუ ხელოვნების? ყველაფრის. სიყვარულია თავი და თავი ყველაფრის აბსოლუტურად. ისე არაფერი არ გამოვა. როდის არის მხატვარი ყველაზე გულწრფელი? მე ვფიქრობ რომ მხატვარი უნდა იყოს გულწრფელი. ჩვენ აი ამ ეტაპზე რა გზაც გაიარა საერთოდ მხატვრობამ მსოფლიოში, ხო? ეხლა ჩვენ ვხატავთ ემოციას. ემოციას ვხატავთ, ხო და თუ გულწრფელი არ იქნება, გინდა აბსტრაქცია იყოს, რაც გინდა იყოს, ხო თუ გულწრფელი არ არის არ გაგაჩერებს.
ჩაუვლი, არ გაგაჩერებს, არ არსებობს. როგორც არ უნდა ესე ძალიან საინტერესოდ რეალისტურად და ესე იყოს დახატული. გულწრფელობა არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. რა გაძლევთ შთაგონებას? ყველაფერი. ზოგჯერ ძალიან მოულოდნელი რაღაცა რო არ ელოდები ისეთი რაღაცა მოგცემს შთაგონებას და ყველაფერი სიცოცხლე ყოველი დღე რო გათენდა აი ძალიან საჭიროა რომ ადამიანი რომელიც ხელოვანი ანტენასავით იყოს რა და კრეფავდეს გარშემო იქ რაც ხდება რომ ეს შაბეჭდებებით თუ არ აივსო ვეღარაფერს ვერ გაატარებს ხო მეხამრიდი ვერ იქნება თუ არ მიიღო რამე და ამიტომ ყველაფერი შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო აი მოულოდნელად აი რო არ ელოდები ისე ხო შეიძლება ვთქვა აი მუსიკა ლიტერატურა რაც გინდა გარეთ ბუნება ჩიტი ყველაფერი მაგრამ აი ზოგჯერ მოულოდნელად რაღაცა გარემოება ეს ძალიან საინტერესოა ეგ რა გაძლევს ყველაფერი რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი ყველაზე დიდი სურვილი ну რა ვიცი მე ვფიქრობ რომ მშვიდობა ადამიანებს შორის მშვიდობა და სიყვარული აი ესეთი შეიძლება ესეთი განყენებითი და ესეთი სურვილია არსებობს კიდე სხვადასხვა სურვილებიც ხო მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დარგის ადამიანისთვის მხატვრისთვის მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია ეს თემა რომ იყოს მშვიდობა რამდენად ხშირად გაქვთ ან გაქვთ თუ არა საერთოდ შემოქმედებითი კრიზისები? კრიზისი მქონდა ერთხელ სერიოზული, ეს იყო დაკავშირებული მაინც პირად რაღაცა ტრაგედიებთან და ზოგჯერ არის რომ პირიქით ამ შემთხვევაში რაღაცა აკეთებს ხელოვანი. მაგალითად ვერდი ყველაზე სასაცილო და კომიკურ ოპერას წერდა, როცა ოჯახის წევრები დაეღუპა, მაგრამ აი მე მქონდა პაუზა. სერიოზული პაუზა მქონდა. და როცა დავიწყე მუშაობა, იმ ნამუშევრებსაც ემშნეოდა ეს. სხვა ფერი იყო, სხვა სიმძიმე იყო, სხვა უფრო მასტეხინი იყო, იმიტომ რომ ფუნჯით არა უფრო ესეთი ემოცია იყო. კი. ხელოვნება შესაძლებელია იყოს მისია. კი, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი მისიით მოდის. რაღაცა განსაზღვრული მისიით მოდის და რა თქმა უნდა შეიძლება იყოს. კრიტიკა რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის? ეხლა ორ რამეს ვიტყოდი ბავშვობაში. კრიტიკა ჩემთვის მიუღებელი იყო. იმ წუთში ვიცავდი ამ ჩემ პოზიციას. მაგრამ ეხლა კრიტიკა ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ კრიტიკა მოგცემს დამატებით წახნაგებს. რასაც შენ ვერ გძნობ, ან ვერ ხედავ, ან პირიქით ხედავ, მაგრამ ეს დამატებით გჭირდება, რომ ვიღაცამ გითხრას. ამიტომ კრიტიკა, რომელიც არის დაფუძნებული საინტერესო რაღაცა მოსაზრებაზე და უბრალოდ რაღაცა ისე სათქმელად არა, ეს ძალიან კარგია. ანუ გააჩნია ვინ გაკრიტიკებთ? რა თქმა უნდა. აქვს ამას მნიშვნელობა. ხა კრიტიკა როგორი ფორმით იქნება? რა გაბრაზებთ ყველაზე ძალიან? რა მაბრაზებს? საერთოდ მშვიდი ვარ. იშვიათად ბრაზდები, მაგრამ ყველაზე მაინც მიუღებელი რაღაცა უკულტუროს აქციელია. ეს მაბრაზებს. ესეთი რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? იცი რა, საყვარელ ადამიანს მე ვფიქრობ, რომ შეგიძლია რომ ყველაფერი აპატიო. ფერი თუ ხაზი? ხაზი. თუ არჩევთ ხაზი, იმიტომ რომ ხაზის გარეშე ვერ ითამაშებს ფერი. თქვენი საყვარელი ადგილი თბილისში, უბანი. ვერა. სხვა თუ მთა? ზღვა. ექსპერიმენტები აუცილებელი არის ხელოვნებაში. კი, ყველაფერშია საერთოდ განვითარებაში მოყავს ყველაფერი ექსპერიმენტებს. შეიძლება არ ვარგოდეს და წააგო, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც განვითარებაში მიდის. ხატვის დროს უფრო გესმით თუ გრძნობთ? უფრო გრძნობ.
რა ფერი ხართ ახლა? რა ფერი? შეიძლება ის ფერი. რა არის თქვენთვის ზედმეტი სილამაზე? ზედმეტი სილამაზე ჩემთვის არ არსებობს ზედმეტი სილამაზე. სილამაზეა რა, იყოს ზედმეტი. როდის ხართ ყველაზე ნამდვილი? ცირა, საერთოდ ვცდილობ რომ ნამდვილი ვიყო. ხა ესე არ დამიფიქსირებია ყველაზე ნამდვილი. ალბათ შენ თავთან. რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად? ერთგულებას. მარტოობა გაძლიერებთ თუ გხდით? არა, მარტოობა გაძლიერებს. რა გაკარგვინებთ ენერგიას? თუმცა რაღაცა ისეთის გაკეთება მიხდება, რაც არ უნდა გამეკეთებინა და სხვა რაღაცის გაკეთება მინდოდა და უცბად რომ ამოვარდები კალაპოტიდან, აი ეს მიშვება. ენერგიას ვაკარგვინებს. რა შეცვლიდით საკუთარ თავში? რა ვიცი. შევცვლიდი რას, იცი რაღაცა ზედმეტად დილობიანი რო არ ვიყო და შემეძლოს კარგად თქმა არას. თქვენი საყვარელი მხატვარი? ლეონარდო და ვინჩი. რა განიჭებთ სიმშვიდეს? სიმშვიდეს, რა ვიცი, ბევრი რამ. ფერწერა, მუსიკა, ბუნება. კარგი განწყობა ზოგადად. ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი? ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის დედა. და ჩემ ბოლო შეკითხვაც, რა გწყინთ ყველაზე მეტად ადამიანებისგან? ალბათ საწყენია ღალატი. საწყენია. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ უშუალოდ თქვენი შემოქმედების ირგვლივ. და მე ძალიან მაინტერესებს, როდიდან იწყებთ ხატვას, როდიდან გაიაზრეთ თუნდაც რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის? 2 წლიდან. 2 წლის ნახატები არსებობს, 2 წლის რო ვიყავი. სულ ხატავ, მე არ მახსოვს სხვა მდგომარეობაში ჩემი თავი და წიგნები რო ევლებ ყველაფერი დახატული იყო მერეც. ეს 2 წლის ასაკში ხატვის პროცესი გახსოვთ თუ უკვე შემდეგ ნახატები არსებობს და იქიდან? ნახატები არსებობს კი, მაგრამ სულ ხატავდი. ანუ სულ ვიყავი ამ ხატვის პროცესში. ის შეგრძნება, რასაც განიცდიდით ბავშვობის პროცესში ხატვის დროს, დღეს თუ გაქვთ? აი მაგალითად შემეძლო არ წავსულიყავი სკოლაში. უბრალოდ იმიტომ რომ ხატავდი. ხა ეს არაფერს არ მეტყოდა, ეგ მინდა ვთქვა რა. შემეძლო მეთქვა, რომ იცი, აი არ წავედი, იმიტომ რომ აი ხატავდი და ბავშვი ხატავს. არავინ არაფერს არ იტყოდა სახში. თქვენი პირველი წარმატება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, რომ გაიხსენოთ. სადღაც მე-9-ში თუ მე-10-ში მქონდა პერსონალური. მაშინ უჩა ჯაფარიძე მოვიდა გახსნა გუჯა ამაშუკელი და ეს მაინც წარმატება იყო ისეთი პერსონალური გამოფენა პატარა გოგო რაღაც. ერთ-ერთი პირველი წარმატება ეგ იყო. რას ხატავთ უფრო ძირითადად? თქვენი ნამუშევრები არის ძალიან გულწრფელი. მე ადრეც გითხარით, რომ ისეთია ის ბავშვური სითბო სიყვარული მოდის, რომ ბევრ მხატვარს ეს არ გამოსდის. აი როგორ ახერხებთ? რომ აი ეს პასუხი არ გაქვთ. ეს რომ გავითვალისწინო. რაღაცას ვაკეთებ და მე გამოდის. ეხლა მან ასეთ რეცეპტს ვერ ვიტყვი. ხო გონებით ხატავ ზოგჯერ მუსიკას, მუსიკალური ნამუშევრები არსებობს. რომელზეც მახსოვს მითხრეს რომ რა მნიშვნელობა აქვს ეხა აქ აი მე ვაშლი ფერწერული ამას ვხედავ და მითხარ მნიშვნელობა იმიტომ აქვს რომ ეს ნახატი იმიტომ არის ესეთი რომ არის სიტყვაზე შოპენი ან არის დებიუსი ან რაღაც ამას აქვს მნიშვნელობა და იმიტომ აქვს მნიშვნელობა თორე ფერწერულია თუ არ არის ფერწერული მაგასაც ის მუსიკა განაპირობებს შეიძლება გრაფიკული იყოს უფრო ან შავთეთრი იყოს ან ასე შემდეგ და სხვადასხვა რაღაცებს ხატავ რა ვიცი არა მაგაიცი როგორი რომ შეხედავ და რომ ერთნაირი იყოს ერთი სტილი იყოს არა აი მაგალითად რაღაცა 5 ნამუშევარი ან 6 ან 10 რაღაცა ერთ პერიოდში შეიქმნა აი მათ შეიძლება საერთო კონტენტ
მერე კიდევ რაღაცა ასეთი სერია მოდის, ან ჯამბაზები, ან სხვადასხვა ისინი გავს ერთმანეთს, მაგრამ ის რომ მთლიანობაში გავდეს, სულ სხვადასხვანაირია გრაფიკაც, ისიც ანუ ხელწერა, ჩემი არის მაგითი გამოირჩევა, რომ არის სხვადასხვანაირი. აი რომელი უფრო გიყვართ ფერწერა თუ გრაფიკა? ეგეც სხვადასხვა არის. მე დამთავრებული მაქვს დაზგური გრაფიკა და ძალიან მიყვარს ლითოგრაფია აი ამ დაზგურ გრაფიკაში და რაღაცნაირია, თბილია, სხვანაირია ლითოგრაფია, ხა ufort-იც კაია, ლინოგრავიურთან შორს ვარ. მაგრამ ფერწერა კიდე სხვა გასაქანს გაძლევს, სხვანაირი კიდევ ვიცი, ისიც მიყვარს ისიც. ძალიან თბილია თქვენი ფერწერა. კი. ყველაფერი მიყვარს. ეგ არის ყველაზე კარგი, რომ გიყვარს. ექსპერიმენტებზე ვიკითხებ ლით შეკითხვებში და რა სახის ექსპერიმენტები ჩაგიტარებთ აი ისეთი დაუშვათ სამხატვრო მიმართულებით, რაც შეიძლება გაგვიზიაროთ და რამაც დაუშვათ რაღაც შედეგი მოგცათ კონკრეტული. არ ვიცი, შედეგი ალბათ ხო, რაღაცა ყველაფერი შეიძლება დააყარო, რაღაცა მასალები გამოიყენო, რაც არ გამოიყენება, შეურიო, შერეულ ტექნიკას რო ეძახიან, შერეული ტექნიკა გააკეთო. ყველაფერი, რაც კი შეიძლება. ახლა ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, როგორც ახლა ლეონარდოს დაემართა საიდუმლო სერობაზე, რომ ტემპერა და ესე შეურია მაშინ ზეთისაღებავი და მან განაპირობა. მასე შერევას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჯობია არ შეურიო, დროთა განმავლობაში გაფუჭდება. მაგრამ სხვა, რაც კი შეიძლება, ყველაფერი, აი, გამოუყენებელიც, რომ გამოიყენო აი ესეთი სახის ექსპერიმენტები. ჩანახატი უცვლელად რჩება, ჩანახატის გარეშე არაფერი არ გამოვა. თქვენ ძალიან ხშირად მონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთი. რამდენად მნიშვნელოვანი არის მხატვრისთვის ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, ან თუნდაც პერსონალური გამოფენები? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და რატო ვიტყვი ხა მე მახსოვს აი ერთ-ერთი მალტაზე იყო ესეთი პროექტი 12 მხატვარი იყო წასული იქ დავხატეთ და იქ ბავშვთა ფონდს გადაეცა ეს ნამუშევრები და იქ დარჩა მაგრამ მე აი წარუშლელად არ მავიწყდება იქ არის ერთ-ერთი სოფელი მეთევზეთა სოფელი მარსაშლოკი იქ რო გაიშალა ეს 12 მხატვარი აი ამ სიშორეს წართ წამოსულები, იმიტომ რომ მალტა ისედაც ძალიან ლამაზია, არაჩვეულებრივია, უბრალოდ ყველგან ნახატია. ისეთი ლამაზია და ეს რო გაიშალა 12 მხატვარი ერთად და ყველა ერთად რო რაღაცას აკეთებს, რაღაცა საოცარი განცდა. მე აუცილებლად ამაყიხარ, რომ აი ესეთი მინდა გითხრათ, რომ ქართული მხატვრობა ძალიან მოწონთ. ევროპისთვის ეს ახალი სისხლია, ძალიან საინტერესოა და გარდა მაგისა მხატვარი რომ მიდის და თავის ასე ვთქვათ მხატვრებთან ერთად არის, ესეც სხვა მომენტია და თან რა თქმა უნდა იზრდება, იმიტომ რომ ნახულობს იმას, აი ზუსტად იღებს შტაბეჭდილებას, იღებს ინსპირაციას და მალტა სულაც არ არის ცისფერი. არის უფრო თეთრი, ქვით ნაშენია სულ, მაგრამ ჩემ ასოციაციაში იყო ცისფერი, იმიტომ რომ წყალია ბევრი და ერთი რამდენიმე ხანი ცისფერის ვიცინოდი, პიკასოს ცისფერი პერიოდი დამემართა. აი ცისფერიდან ვერ გამოვედი, იმდენად რაღაც ესეთი უცნაური მეტამორფოზა მოახდინა და სადაც არ უნდა წახვიდე და მით უმეტეს როცა მხატვრებთან ერთად მიდიხარ, სხვანაირად აღიქვავ. ხა როდესაც მეგობრებთან მიდიხარ, სხვანაირად აღიქვავ იმ იტალიასაც. როცა მხატვრებთან პროფესიულად აი სხვანაირი წასვლა, სხვანაირი გასვლა და რა თქმა უნდა ყველა გასვლის მერე რაღაცა წახნაგი გემატება. ძალიან მაგარი რამეა ეგა. თქვენ თქვით რომ ძალიან მოსწონთო ქართული ხელოვნება და აი ამ თემას მინდა შევეხო. ბოლოს მეც მონაწილეობდი, ერთად იყო ჯგუფური გამოფენა რომში და შემდეგ სამი მხატვარი აგარჩეს ამ ქართულ თემატიკის მიმართულებით და აი ამის ირგვლივ რომ მოგვიყოთ, იმიტომ რომ ჯერ მეგონი გამოფენაც ხო არ ყოფილა, უნდა დაიგეგმოს იანვრის ბოლოს ნინო მედია და თქვენი ფინებით. ხო, ანუ ეს
ეს ხო ეს საინტერესო იყო რომ ხო ქართველი ხელმხატვრები რო არჩიეს და გამოფენას უკეთებენ ძალიან სამაყვარი ჩემთვის პირადად კი არის ეგეთი შემთხვევები ხდება ხოლმე ესპანეთშიც ძალიან წარმატება ქონდა რომ ვიყავით მაგრამ ეხა იტალიაში მით უმეტეს ეხა იტალია ის თემაა განსაკუთრებული მხატვრისთვის და რა ვიცი, კაი, ვიხარია, რომ შენი შემოქმედებას ვიღაცა ხედავს კიდე დამატებით. ხედავს არ გულისხმობ იმას, რომ ნახა. არა, რომ რაღაცა დაინახა ესე იგი, რომ მოეწონა ეს რაღაცა ახალ ფრთებს კი იცის მხატვარმა რას აკეთებს. არ არის ეგრე, რომ არ იცის. იცის, მაგრამ სჭირდება თანამზრახველები, თანამოაზრეები, თანამზრახვე, რომ მე კი ვიცი, მაგრამ ამანაც იცის. იმანაც და უკვე კიდე რაღაცა ახალი არის, მე უკვე ახალი ხაზი მოდის. ყველა მე ვფიქრობ, აი როგორც კონცერტზე მუსიკოსისთვის ხო, ყველა კონცერტზე რაღაცა ახალი ჩნდება, იბადება და იწვრთობა ის ნაწარმოები, ისეა გამოფენაც, რომ იმ გამოფენაზეც ხედავ შენ სხვების ფონს ხედავ, ხო, იქ როგორ გამოჩნდა, იქ სხვანაირად იხვეწება და იზრდება თითეული მხატვარი, მე ესე ვფიქრობ, ჩემი ყოსულს ჩემი აზრი ეგეთი. თქვენ ძალიან ბევრი წელია ხართ პედაგოგი. ანუ რამდენად ან გეხმარებათ ან ხელს გიშლით ეს პედაგოგიური საქმიანობა შემოქმედებაში? რთული არ არის იყო პედაგოგი და თან შემოქმედი? შეიძლება მიშლიდეს მხოლოდ დროის უკმარისობის გამო. ზოგადად დროის უკმარისობა დრო ძალიან ძვირფასია, მაგრამ იცით რა, პედაგოგიური ამ შემთხვევაში მოღვაწეობა, აქ ეს არ არის მარტო რომ მე დავდექ იმას ვასწავლე, ისწავლოს, არა, აქ ურთიერთგაცვლა არის. აი ეს ურთიერთგაცვლა არის პირიქით შემავსებელი და არა დამცლელი. ანუ იმას თავისი ენერგია აქვს, თავისი სიხალასე აქვს, თავისი რაღაცა აზრები აქვს. ის პირიქით გავსებს. ეს ერთ-ერთი მხარეა, რომელიც გავსებს. მე ესე ვფიქრობ. როგორ ქმნით სერიებს? ანუ ეს უბრალოდ მოვიდა იდეა დაიწყეთ ხატვა თუ დაიწყეთ ხატვა და მე მივხვდით რომ ეს სერიულად შესაძლებელია რომ გაგრძელდეს სტილოებზე? სერიები როგორ არის, იცი, არის რაღაცა ან ემოცია აერთიანებს, ან შინაარსი, ეს სხვადასხვანაირად არის. ძირითადად ერთად რაც იქმნება, ახლოს რაც არის ერთმანეთთან, იმას ემოცია აერთიანებს. არის როცა მიზანდასახულად აკეთებ, მაგალითად, დიდი ხანია მინდა საფრანგეთში როცა ვიყავი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვერსალის ბაღმა. და დიდი ხანია მინდა ვერსალი გავაკეთო და ეს დიდი ხანი რო გინდა, შეიძლება კაია, შეიძლება ცუდია, არ ვიცი. ჯობია რომ როგორც კი მოგიდება, მაშინვე გააკეთო, სანამ ეს ემოცია არის ახალი. მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის ეგრე, იმიტომ რომ ხარ დაკავებული, ის იწელება და უფრო ნაფიქრი გამოდის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული. აი ესეთი შემთხვევა არის, რომ ფიქრობ, რომ აი ეს მინდა, რომ ეს იყოს სერია. არის მაგალითად ნიღბების სერია, რომელიც სპონტანურად იხატებოდა ესე. ნიღბები და ბევრია და სერია არის ჯამბაზები. ეგეც აი როგორც გატაცება, აი ესეთი სხვადასხვანაირად არის. ამ ფიქრობ, ან შეიძლება სპონტანურად გამოგივიდეს და გამოჩნდეს, რომ არის სერია. პალიტრაზე ძირითადად ერთსა იგივე ფერები გისხიათ ხოლმე თუ არის დავუშვათ რომ ეს ფერი აღარ გინდათ და სხვა ფერი დაამატეთ? ანუ აი ფავორიტი იცი რა არის ზოგადად კარგია თუ ყველაფერი გისხია მე ესე ვასწავლი და უნდა დადოყო და განსაკუთრებით თეთრი გჭირდება უამრავი მაგრამ ზოგჯერ არის მუშაობის პროცესში რომ რაღაცა კონკრეტულს დებ ეს მაინც და მაინც არ ვიცი ეს კარგია თუ არა მე მიმაჩნია რომ არ უნდა იყოს ძუნწი მხატვარი და აი ეს მომენტი რომ აი მაგალითად არის რომ მე დარჩა საღებავი და იღებ და მასტეხინით უსო რომ გენანება ის საღებავი რომ არ გაფუჭდეს ეგ თემაც არსებობს სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში რომ გაუფრთხილდეთ საღებავს მაგრამ პრინციპში არ უნდა იყოს ძუნწი უნდა დადო ყველა საღებავი და დიდი პალიტრა უნდა გქონდეს ძალიან იმიტომ რომ არ იცი შენ რა დაგჭირდება ეს გამორჩეული ფერები თუ გაქვთ რომლებიც აი სულ არიან თქვენ სტილოზე
თეთრი გავიგე. არა, სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს რაღაც სხვა ტონალობაში, არა მაქვს ესე ფერთა გამის რაღაცა შეზღუდვა. ნუ ეხლა მალტიდან რო ჩამოვედი, იქ არა სურათებია, რომელიც არის უფრო ცისფერ ტონალობაში. ეგეთი კი, მაგრამ ასე შეზღუდვა არა, არც საყვარელი ფერი, ასე ვთქვათ, არა. მიყვარს ბუნებრივი ფერები. არ მიყვარს ფეცე, ეს ქიმიური ნაკლებად. ბუნებრივი ტონალობები მომწონს უფრო. რას ურჩევდით ახალგაზრდა მხატვრებს? ახალგაზრდა მხატვრებს ურჩევდი ჯერ, რა თქმა უნდა, რომ თავიანთი პოზიციების დაცვა შეეძლოთ, იმიტომ რომ ის თავისი მისიით მოდის აუცილებლად, მაგრამ იმისათვის, რომ პოზიციების დაცვა შეძლოს, უნდა იცოდეს მანამდე რა ხდებოდა მხატვრობაში. რაც ხშირად არიციან ხოლმე და ნაკლებად აინტერესებთ. აი ეს რა გზაც განვლო მხატვრობამ, ეს უნდა იცოდეს მხატვარმა რა და ნუ ხო თუ საშუალება აქვს და შეუძლია ორიგინალში ნახოს, ეს ხო საერთოდ კიდე ცალკე დამატებითი როგორ აი ახალი სისხლივით არის რა, ცალკე ხო წარუშტილს და ბეჭდილებას ტოვებს, ის ნახატი რაც წლობით იცი, ყველა წერტილი გინახია, გიყვარს და უცბად რო ხედავ ორიგინალში, ის კიდე სულ სხვა რამეა. აი აკადემიური განათლება რამდენად მნიშვნელოვანი არის? ახლა თუ დავიწყებთ იმითი, რომ იყვნენ მხატვრები, ვისაც არ ქონდა აკადემიური განათლება და შექმნა თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ აკადემიური განათლება, რა ვიცი, უნდა უნდოდეს მხატვარს, ვისაც ხატვა უყვარს, რატო არ უნდა უნდოდეს აკადემიური განათლება. ის თავის ახლა როგორც ახლა წარმოიდგინეთ მუსიკოსი, რომელიც კარგად უკრავს, არიან ეგეთი ადამიანები, აბსოლუტური სმენა, ჰარმონიული სმენა, რომ გაიგებს რაღაცას უკრავს. რატო თუ კი მიიღებს ის განათლებას, ამით კი არ დააკლდება, მოემატება, უფრო გაიშლება და უფრო საინტერესო გახდება. მე არ ვფიქრობ, რომ აკადემიური განათლების დროს ჩვენ აკადემიაში ხოთაშორის საკმაოდ თავისუფლებაა, რომ ვინმე რაღაცა ჩაკლას და გააფუჭოს. ეს შეიძლება მოხდეს ბავშვებთან, აი ბავშვებთან არის სიფრთხილე, აკადემიზმის ასე არ არის საჭირო, უნდა თავისუფლად განვითარდეს ბავშვი, მაგრამ როდესაც უკვე თვითონ რაღაცა თავისი აქვს და კიდე დაიმატებს განათლებას, მე ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, ძალიან კაია, პირიქით. მე პირადად მე თვითონ უფრო გვიან ვისწავლე. მე ჯერ კონსერვატორი დავამთავრე და მე აკადემია და ასე რომ მე მხოლოდ მომემატა, ფერად დამაკლდა იმითი, რომ დამატებით ვისწავლე. უკვე გამოფენებიც მქონდა, საზღვარგარეთაც მქონდა გამოფენა, ყველაფერი რომ მე ვისწავლე. ახსენეთ, რომ ძალიან ფაქიზად მიდგომა ჭირდებათ ბავშვებს საწყის ეტაპზე, როდესაც ხატვას სწავლობენ და მინდა ერთ ფაქტი გავიხსენო, მე თვითონ 5 წელს ასაკში ვიყავი თქვენი მოსწავლე და მახსოვს ესეთი ნერვიული ბავშვი ვიყავი და დედამ რომ მომიყვანა, იქ პოვე ძალიან დიდი სიმშვიდე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხატავდი და თან არავინ არ მივარდებოდა სამუშაო ფორმაზე და არ მაწუხებდა პედაგოგი, იყო ჩართული მუსიკა. და ანუ აი ეს 5 წელს ასაკში მიღებული განცდა, აი ცხოვრების ბოლომდე მომყვება, ანუ აი სულ ვგრძნობ, თანდათან კიდევ და კიდევ ხდება. ბევრ ამას მაძლევს დღესაც, თუნდაც მეც როგორც პედაგოგს, რომ გადავიტანო ჩემ მოსწავლეებში და ანუ აი მარტო იმიტომ რომ ჩემ პედაგოგი იყავით, მართლა მისაბაძი ხართ, აი სასწაული ემოციები იყო იქ იმ დროს იმ სტუდიაში, უბრალოდ ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლაში. აი ეს არ მგონია რომ გამომუშავებაზე იყოს, მაინც მგონია რომ რაღაცა შინაგანი შეგრძნება და ეხლა გავიგე რომ გისწავლიათ კონსერვატორიაში და რაღაცები კიდევ დავაკავშირე. რა მიგიყვანათ აი ამ ქმედებამდე რომ მოსწავლეს მუსიკას სურთავდით. ძალიან საინტერესო მომენტია. ჯერ ესეთი მინდა ვთქვა რომ მე ძალიან მიხარია რომ ასეთი მოწაფე მყავს, როგორც შენ ხარ. და მე ის მიხარია კიდე რომ შენ იმ დროიდან ეს სითბო დაგრჩა და ამას იგონებ ისე და რაღაცა მოგანიჭა იმან იქ რომ დადიოდი. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე გამარჯვებაა აი მიმართულების, რასაც ქვია ეს თავისუფალი ხატვის ჯგუფები, ხო? აქ არის თავისუფალი ხატვა. და რაც შეეხება მუსიკას, დედაც მუსიკოსი იყო, მაგრამ არის ერთი საინტერესო მხატვარიც იყო და ვიტყოდი ერთ სოლფეჯიოს ასწავლიდა. სოლფეჯიოს ასწავლიდა ხატვით. ანბანს, მუსიკალური ანბანი ძნელია ძალიან და აი ეს ხატვით და თამაშით და გართობით ძალიან უყვარდათ ამიტომ ბავშვებს და აინტერესებდათ. რაც შეეხება ამას არის ეგ მიმართულება, ნახე,
მუსიკოსებშიც არის, რომლებიც ხედავენ ფერით, მიდაპირ ხედავენ ეს კრეაბი, იმსკი კორსაკოვი და ასევე მხატვრები, იყო ესეთი ჩურლიონისი, რომელიც ხატავდა მუსიკას, ხო? ეს ძალიან საინტერესო გაჟონვა აი ამ ჟანრების ერთმანეთში და მე თუ 5 წლის ბავშვი არ მოისმენს იგივე მოცარტი იქნება, მე აღარ მოისმინოს, იმიტომ რომ მე სხვა მუსიკას ისმენს და მძიმე როკს რომ მოისმენს და მძიმე როკი რომ უყვარს იმას ვეღარ აღიქვავს, მაგრამ ამას თუ მოისმენს, იმასაც აღიქვავს, უკვე აი მთლიანად ეს ჩვენ ეხლაც ვისმენთ, ეხლა სულ არის მუსიკა ჩართული. შეიძლება შერჩევით არ იყოს, მაგრამ მუსიკა ჩართულია, რომ ეს მოსდევდეს ამ გაკვეთილს, რომ ცარიელი არ იყოს. და თან მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის მოცარტი ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ახლა მეცნიერები ამბობენ, უკვე რაღაც მედიცინაშიც კი ეს თემა ადრე არ იყო ეს არტ თერაპია, ხო, ეხლა არის და ეს ამას ვაკეთებდით ჩვენ მაშინაც ვისმენდით მუსიკას, ხატავდით ამ მუსიკას, თვალებს ხუჭავდით. თვალებს იმიტომ ხუჭავდით, რომ მაქსიმალურად შეგვძლებოდა შევცურებულიყავით ამ მუსიკის ტალღებში, იმიტომ რომ მუსიკას ხელს ხო ვერ მოკიდებ, მუსიკას ხო ვერ ხედავ, რომ არ შეგიშალოს ხელი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბევრი მხატვარი ვიცი, რომელიც მუშაობის დროს რთავს მუსიკას, ბრამსი იქნება ეს თუ მძიმე როკი იქნება თუ ელექტრონული მუსიკა, რაც აძლევს იმას აი ამ ძალას, აი რაღაცას აძლევს ეს მუსიკა, ეს არის ერთმანეთს საოცარი სიმბიოზია მუსიკა, მხატვრობა, ხო, ხა თეატრი და კინო პირდაპირ შედეგია ამ გაერთიანების, ხო, ხელოვნების დარგების და ეს არის მეცნიერული ხედვის და გამოკვლევის საგანი, როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი ერთმანეთში და უბრალოდ გაკვეთილი აღარ გამოდის, ეს უკვე გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი შემოქმედია იმ მომენტში და აი ეს არის მთავარი სწორედ რა და მე მიხარია ის რომ შენ ცხოვრებაში აი ამ პატარა მარცვალმა ხო ამ მონაკვეთმა 5 წლის 6 წლის ერთია რაღაცა კვალი დატოვა რა და აი ეს უკვე მე ძალიან მახარებს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ანუ აქვთ ბავშვებს იმის საშუალება, რომ ყავდეთ თქვენარი პედაგოგი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, როგორც წეგან თქვით, რომ იმ ფაქის ასაკში არის ყველაფერი ძალიან საფრთხილო და ხო, აი ზუსტად იმ დროს, იმიტომ რომ მე უკვე 9 წლის, 10 წლის იქ რომ თვალები დახუჭე მუსიკა მოისმინე, ცოტა ფიქრობს და აი 5 წლის, 6 წლის უფრო პატარებიც მოდიან ხოლმე, აბსოლუტურად თავისუფლად მოყვება ამ სიტუაციას და ძალიან საინტერესო შედეგები აქვს, რაც თავარია. ხო, მაგრამ აი ხო არის სიტუაციები, როდესაც ესე თავისუფალი ხატვის დროს, მაგალითად, არის მშობელი ისეთი, რომელსაც სურს, რომ რაღაცა კონკრეტული ნამუშევარი წაიღოს მოსწავლემ სახლში და ნუ მე მქონია ესეთი რაღაც შემთხვევა. აი ესეთ დროს რა შევიდეთ? მშობელთან არის ხშირად პრობლემა. მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა, იმიტომ რომ მშობელი ელოდება, რომ გამოვა 5 წლის ბავშვი და უნდა იყოს მინიმუმ ლეონარდოს ნაირი ნახატი და ნუ შეიძლება უთხრას რომ ბავშვი გამოდის მთელი განცდით რა ნახე რა დავხატე და ცოტა ესეთი შეიძლება სახე კონდეს ეს კატეგორიულად არ შეიძლება იმიტომ რომ ყველა ასაკს აქვს თავისი ხაცა ზოგი უფრო კარგად ხატავს ზოგი უფრო ნაკლებად მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში მშობლის აქ უკვე რა მომენტია, იცი, თუ მშობელს ეს არ ესმის, ალბათ უნდა უთხრა და აუხსნა, იმიტომ რომ ის შეიძლება პროფესიულად ძალიან შორს დგას აი ამ საკითხიდან და ის ელოდება სწორ ფორმებს, რაღაცა გასწორებულ ყოფას დალაგებულს გესმის. ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ თუ მაგასაკში დავულაგებთ ფორმებს და ყველაფერს თაროებზე დაუწყობთ ის შეიძლება საერთოდ აღარც მოუნდეს, იმიტომ რომ იმას როგორც უნდა, ისე უნდა რაღაცა მიმართულება მისცე, რომ ინდივიდუალური იყოს, თორე ინდივიდუალური თუ არ იქნება, არ საინტერესო აღარ არის ხელოვნება. წარმოგიდგენია ყველა ერთნაირად რო ხატავდეს. ხო არ დაგაინტერესებს. თუნდაც ყველა იყოს აი გადასა რაფაელი მაგალითად და სულ რაფაელი იყოს. არაფერს საინტერესო აღარ არის უკვე რა ყველა ერთნაირად. აი ეს მომენტია მშობელთან არის ზოგჯერ
ყოველთვის არა, მე მახსოვს ის მშობლები მაგალითად. ერთი იყო ხოლმე ბავშვი ნელა ხატავდა. ნელა, რასაც ქვია, ერთი გაკვეთილი მეორე, მე არა აქ დამტარ. და შეეძლო ეჩხუბით მიემართა, რომ ნუ რა არის ესა, რა გაქვს აღებები, ის გაქვს შენ დროს მე არ მქონდა და რა რითვერ დაამთავრე. ხო და ნუ ეს ბავშვი რაღაცა საწყალი ფიქრობს, რომ აი მართლა რითვერ დავამთავრე და მივხვდი, რომ უნდა ჩავერიო. მე ვერიდები ხოლმე საერთოდ ამისა. ვუთხარი, რომ ყველას აქვს თავის ტემპი. ყველაფერში. და არა ხარ სწორი შენ, შეიძლება ხატავ ჩქარ. ესე ხატავს, თქვი როგორც ლეონარდო დიდხანს ხატავდა და თვლიდა, რომ არ არის დამტარებული ნახატი. აღარ უთხრა მე ვთხარ ესეთი რაღაცა რა. ამან ისე უნდა დახატოს იმ ტემპში, რა ტემპიც თვითონ აქვს. იმიტომ რომ მე ხა სწავლის პროცესში აკეთებ კოპიოებს, ხო, სხვადასხვა მხატვრების, საინტერესო. მე მაგალითად მე ჩემ თავზე გამომიცდია, რომ რომელი მხატვრის კოპიოსაც აკეთებ, ის თავის ტემპს კარნახობს. შენ იმას ჩქარა ვერ გააკეთებ, ის თუ ნელა აკეთებდა. თუ ის ჩქარა ხატავდა, მაშინ შენც ჩქარა გააკეთებ. ეს პირდაპირ დამოკიდებულია და ნუ რა თქმა უნდა მშობელთან ეს მომენტი არის, რომ აუხსნა, რომ არ არის ეგრე, იმიტომ რომ ის ბავშვს ერთი წელი ჭირდება, რომ გაიხსნას და თავისუფალი იყოს, შეეჩვიოს გარემოს, შეეჩვიოს ბავშვებს, ყველაფერს აბსოლუტურად რაც ხდება, რომ მიხვდეს, რომ არავინ არაფერს არ უშავებს იქ და უნდა ბედნიერი იყოს აი იმ გაკვეთილზე. ეს არის თავარი. რომ ბედნიერი იყოს იმ გაკვეთილზე, რომ მოვიდა და რომ ქმნის იყოს ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმისი მერე შემდგომი განვითარებისთვისაც და რა თქმა უნდა თავის პოზიციების დაცვა აუცილებლად უნდა შეეძლოს. რამდენად ხშირად მონაწილეობთ კონკურსებში, როგორც თქვენ, ასევე თქვენი მოსწავლეები? იცი რა არის, მიმიღია ბიენალეებში, კონკურსში ალბათ არა, უფრო ბიენალის ლაურეატი ვარ, გრაფიკის ლითოგრაფიამ ერთ-ერთმა გაიმარჯვა. და რა ვიცი, საინტერესო არის ეგეც. და ბავშვებიც მონაწილეობენ ხოლმე კონკურსებში და გამოფენებში და ერთ საინტერესო რამეს აღვნიშნავ ხა იგივე პატარა საქართველო და ვართ ცოტანი. ანუ პროცენტულად, მაგალითად ლიდიცეში იმართება ტრადიციულად ლიდიცეს ვარდი, ესე ქვია ჩეხეთში და იქ ვგზავნით ნახატებს. არის მინიმუმ 60 ქვეყანა მონაწილეობს და ეს ქვეყნები ზოგჯერ აგზავნიან 100 ნახატს, 200, ქვეყნის სიდიდის მიხედვით რა, სხვადასხვა სკოლები, სტუდიები და ჩვენი შეიძლება იყოს 20 გაგზავნილი. შეიძლება იყოს 10, ახლა საერთოდ 7 გავგზავნეთ მაგალითად და აქედან შეიძლება ჩამოვიდეს 6 დიპლომი. ანუ 6 დიპლომი აი ამ პროცენტულობით თუ გავთ ძალიან ბევრია საქართველოში. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცენტულად ხარისხობრივად ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. არა, იცით რა არის, მე ანუ სულ ვათვალიერებ ამ გამოფენებს, სტუდიებს, ყველაფერს და თქვენს მიერ მოწყობილი გამოფენები და მოსწავლეების შექმნილი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევა. ანუ არა იმიტომ რომ მე მიყვარხართ ძალიან. მართლა ესე განსხვავებული არის შესაბამისად. ანუ არ ვიტყვი მხოლოდ ისე რომ ნიჭიერი ხალხია, მე ვფიქრობ, რომ თქვენს მონაწილეობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად კოლაბორაციულად მე ვიტყოდი, მე რასაც ვცდილობ რომ არ იყოს, ახლა რომ მხატვარი ვარ მე და როგორც მხატვრის გავლენა არ იყოს არავიზე. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, ერთი ჩემი ამოცანა ის არის, რომ თითოეული განვითარდეს ინდივიდუალურად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. ძალიან ესეთი სავსე იყო ჩემთვის თქვენთან საუბარი, შევივსე უფრო სწორად და ბევრი რაღაც ვისწავლე კიდევ. დიდი მადლობა თქვენ გისურვებ წარმატებებს და ეჭვი არ მეპარება რომ წარმატებული იქნები, რასაც ხელს მოკიდებ ყველაფერში. უღრმესი მადლობა. თქვენ უყურებდით გადაცემა არტემს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი მზექალა ბერძენიშვილი. მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.